გადავიდეთ ქალწულებზე. ქალწულებთან საკმაოდ ისე ვთქვათ მნიშვნელოვანი პერიოდი არის აი ფინანსური თვალსაზრისით, ანუ ფინანსური კრიზისი შეიძლება იდგეს ახლა ქალწულებთან და გქონდეთ აი რაღაცა ისე ვთქვათ სხვადასხვა საკითხები, რომელიც აშინებთ და ფინანსური შიშები უნდა გააკონტროლონ ამ კვირაში ქალწულებმა. საბოლოო ჯამში ჰარმონიული კონფიგურაციები გაქვთ და ეხლა შეიძლება ღელავდეთ, ან რაღაცა გზა არ ჩანდეს ფინანსური კეთილდღეობის ან იმ ფინანსური მატერიალური პრობლემების გადაჭრის, რომელიც წინაშეც გახართ, მაგრამ მომავალი კვირის მანძილზე ქალწულებთანაც მარტივად, ავტომატურად შეიცვლება ეს მოცემულობა და გააქვთ შანსი, რომ ეს ფინანსური პრობლემები გადაჭრათ, ანუ გამოჩნდება ამისი მაჩვენებელი და ამისი შანსი. თუმცა მთელი კვირის მანძილზე ეცადეთ, რომ არ დაკარგოთ ფული, ერიდეთ ფინანსურ თაღლითებს, გაუთვალისწინებელ ხარჯებს, იმპულსური ხარჯებისგან შეიკავეთ თავი. აი იმპულსური ხარჯების შემთხვევაში მე შეიძლება ენერგია დაგიზარდეთ ფინანსური და გამოიწვიოს კრიზისი. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად ფინანსებს მიაქციეთ ყურადღება, თუმცა ის პრობლემები, რომლებიც არის, საბოლოო ჯამში ამ კვირაში გადაჭრადი არის. რაც შეეხება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არის ქალწულებთან ცოტათი ესე ვთქვათ სირთულეები. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თუ მაგალითად რაღაცის წინაშე გახართ და თავს ვერ ართმევთ, დახმარება ითხოვოთ. აი ქალწულებს ეს მოეთხოვებათ, რომ დახმარება ითხოვე და არ იფიქროთ, რომ აი ვინმეს აწუხებთ ამის გამო, არა იმას გავს, იმიტომ რომ ქალწული მაინც ისეთი თვითკრიტიკული ნიშანია, უყვარს თვითონ რომ გაართოს თავი ყველაფერს, ამიტომ დახმარების თხოვნა ნუ მოგელდება და ამჯერ ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება, ვინც შეძლებს თქვენს დახმარებას ამ კვირაში ყოველ შემთხვევაში და ესეც თქვენი ერთ-ერთი ტრანსფორმაციის გზა არის, როგორ გადალახავთ ამას საკუთარ თავში. ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში ჰარმონიული იქნება, თუ მაგალითად განტვირთვას მოაწყობენ ქალწულები, აუცილებელი არის ან მოგზაურობა, ცოტა ხნით რაღაცა დასვენება, განმარტოვება, ეს აუცილებელი არის იმისთვის, რომ ის რაღაცა პრობლემები გადაიჭრას, რომლის წინაშეც გახართ. შეიძლება ეს პრობლემები ორნაირად არის რა, თან არის და თან არ არის, ხო? ამიტომ ეცადეთ, რომ იმოგზაუროთ, ან ცოტა შორს წახვიდეთ იმ ადგილიდან, საიდანაც ცხოვრობთ, განიტვირთოთ და მე უკვე დაასვენებული, დაცლილი ემოციებით, რაციონალური გონებით შეძლებთ, რომ მიუდგეთ იმ კონკრეტული საკითხების გადაჭრას, რომელი საკითხების წინაშე შეიძლება რომ ეხლა იდგეთ.